2024 წელს გურჯაანში 6 მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლების თანადაფინანსებით განხორციელდა. პროექტი, რომელიც 2022 წლიდან დაინერგა, ამხანაგობების თანადაფინანსებას ითვალისწინებს. მის შესაქმნელად კი მაცხოვრებლების 100%-იანი თანხმობით მსურველებმა საჯარო რეესტრს უნდა მიმართონ. პროგრამა წელსაც გრძელდება. Რამდენიმე წელია სულ რაც დავიწყეთ ამხანაგობის თანადაფინანსების პროექტები. აქ დაახლოებით წილობრივად ესე ნაწილდება 10% სიხდის თვითონ ამხანაგობა, 90% ვაფინანსებთ ჩვენ მერია. ძალიან ბევრი შენობის რეაბილიტაცია მოხდა და საკმაოდ ისეთი კარგი და პროდუქტიული აღმოჩნდა ეს პროექტი, რომ სერიოზულად მოვკიდეთ უკვე ხელი. შარშან რაც შეეხება, შარშან იყო 200.000 ამ მიზნით გამოყოფილი და სადღაც 220.000 ლარამდე დაიხარჯა, ანუ დავამატეთ მე, იმიტომ რომ ინტერესი იყო ბევრი და კარგი პროექტები. წელსაც 200.000 გვაქვს ბიუჯეტით გათვალისწინებული და საჭიროების შემთხვევაში კიდევაც შევძლებთ ალბათ ცოტა რაღაცის დამატებას, მაგრამ აქ ერთი მთავარი პირობა არის ის, რომ თვითონ ამხანაგობა უნდა იყოს მოწადინებული და თვითონ ამხანაგობას ადგენს ხარჯშაღრიცხვას. უნდა პირველ რიგში შეიქმნას ყველა კორპუსში ამხანაგობები. მეორე უნდა თვითონ მოიძიონ ის ხარჯშაღრიცხვა და ის სამუშაოები, რომლებიც გათვალისწინებულია, რომ დაფინანსდეს აღნიშნული პროექტი. ახლა შემოსული გვაქვს განცხადებები უამრავი, მაგრამ ზოგი ესეთი მოთხოვნებია, რომლებიც ვერ ჯდება ამ პირობებში და აქედან გამომდინარე უარს ვეუბნებით. ჩვენ არა გვაქვს ჯამში 200.000 გვაქვს და ჩვენ არა გვაქვს ის გათვალისწინებული კორპუსების სრული რეაბილიტაცია ან სრულად ფასადიზება. ეს არის წვრილმანი პროექტების მოგვარება სადარბაზოებში, ფასადის ნაწილებში და ასე